მეგობრებო, მე ვარ გზად. გზაში სცენარზე ფიქრი მომეძავა. ამოვქეკე ესა თუ ის სცენა, რაც ჩამახსოვრებული მაქვს თავში, მობილურში, ახალ მობილურში, ძველ მობილურში, ძველი მობილური ჯერ კიდევ პოლიციას აქვს და იქ რა სცენებიც მაქვს, იმას ჯერ ვერ განახეთ, მაგრამ ვიფიქრე ასეთი რამ. იდეა გამიჩნდა ასეთი, რომ დონ კიხოტის ძეგლი იყო ეხლა. იდეა გამიჩნდა ასეთი, რომ ხელოვნურ ინტელექტს შევაქმნევინო ფილმი. ამისათვის ამზადებ სცენებს ეხლა, მოკლედ, რომ დღე იმას ჩარჩობ, რომ მეთქი რომელი აპლიკაცია არის კარგი, იმისათვის რომ კარგი ანიმაცია ჩაერთო ისე. პირველ რიგში მჭირდება იმისათვის, რომ მე თვითონ დავინახო ფილმი ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოვა საბოლოო ჯამში. და პირველი ვერსია ის, რომ რაღა სტორიბორდები წერო, პირდაპირ შევქმნი სცენას, სადაც მიუთითებ ამა თუ იმ სცენას და შეიქმნება ფილმი ხელოვნური ინტელექტით, ანიმაციით. ძალიან მაინტერესებს როგორ შექმნის ხელოვნური ინტელექტი აი ამ სცენარის მიხედვით ფილმს და ველოდებით თქვენგან რჩევებს, რომელი აპლიკაციას მირჩევდით. ChatGPT-ს ვკითხე და მირჩია რაღაცა Runway მირჩია, რომელსაც ვერაფერი ვერ გაუგე ჯერჯერობით, საიდანაც ჩამოვდივით აპლიკაციის, არც ის არ ვიცი როგორ გამოიყურება აპლიკაცია. 1000 გვარი Runway არსებობს, 1000 გვარი არა, მაგრამ რამდენიმე Runway არსებობს, რომელიც უნდა ჩამოვდივით და სანამ Runway-ს ჩამოვდივით, კიდე არსებობს flow, ესე ქვია, პიკ რაღაცა, სხვადასხვა აპლიკაციებია, მოკლედ და სანამ ამაში გავთვით ცნობიარდები, რომელი აპლიკაცია კარგია, ხომ, რომელი უფრო კარგ ფილმებს ქმნის, იქნებ თქვენ მირჩიოთ მანამდე რამე. ხო, რა თქმა უნდა ის, რომ უსაშველო ძვირი არ უნდა ყიდეს ეს აპლიკაცია და მეორე ის, რომ ჯერჯერობით მოყვარულის ტონეზე მინდა რომ გავერთო ამ საკითხით რა. ეხლა შევდივართ გვირაბში და გაითიშება. ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. სანამ გაითიშება. ვერაფერს ვერ მithქვი, იმიტომ რომ ვიცი რომ ახლა გაითიშება. არ ითიშება. რომ მეგობრებო გუშინ იყო მე მგონი ისე ჩართული ვარ გუშინ იყო ახალი სცენის დამატება ახალი სცენა რომელიც აი პირდაპირ ნიშნულობით დიდ ძალას მართმევდა დასრულდა ეგ სცენა და მიხარია თქვენს ალბათ მიხარიათ როდის გავალთ ამ გვირაბს? მალე. რაც შეეხება სცენასთან დაკავშირებით, არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ახლა ეს გადაცემა ისევ. ამ სცენას რამდენჯერ დავუბრუნდი, რამდენჯერ მოვშორდი, რამდენჯერ ისე დავუბრუნდი, რამდენჯერ ისე მოვშორდი. ხან რა ვიცი, ემოციებში გადავარდი ხან ის ხან ეს და თქვენი აზრიც მაინტერესებს ძალიან თუ რას ფიქრობთ ამ სცენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბოლო სცენას, აი ბოლო სცენა არის ყველაზე რთული, რომელიც ჯერ არ გამიცნია მე თქვენთვის და
ვერ ვახდენ რა, ის გზაში რო ვარ. ყოველ შემთხვევაში გზაში მოვხიქე სცენები, გააგანდობთ. იცი ისი მეშინია მეგობრებო, აი რამდენჯერაც გავაცხადე რომ სცენარზე ვმუშაობ, იმდენჯერ სურვილი დამეკარგა სცენარზე მუშაობის რა და ეს რატომ ხდება ვერ ხვდები რა, ან რაღაცა ძალა მიაქვს რაღაცას. ან იმას რომ გარეთ არის შურიანი ხალხი და ვერ ამუშავებს ჯერ თავის შურს ვერ მორევია რომ რაღაცა სცენარზე მუშაობს, ან არის ხალხი რომელსაც არ სურს ამ ფილმის გადაღება და ხელს უშლის გამისვლა თუ ინახე შეგვიძლია მე ესენი ეს დგას რომ ხუთწლის სახლები იყო ხო და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ვიცი რომ სალამი ირაკლი სცენარზე მუშაობამ ძალიან დიდი ენერგიები წამართვა. აი უზომოდ ენერგიები წამართვა და წარმომიდგენია ფილმზე მუშაობა რაღა იქნება, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი სამუშაო არის სცენარი რა, ემოციურად რეჟისორისთვის. ხო და თუ რეჟისორი სცენარში ძალიან კარგად ერკვევა, მაშინ ფილმიც ძალიან კარგი გამოდის. აქედან გამომდინარე, ეს ფილმი რამდენჯერ მაქვს უკვე ნანახი ჩემს თავში. არ ვიცი უკვე ალბათ 100,000-ში და ახალი სცენები ემატება. რა თქმა უნდა, ღვინდება, ესე რომ ვთქვათ, გუში კიდე ერთი ძალიან მაგარი იდეა გამიჩნდა. ლაიტმოტივად, ანუ რაღაცას ისეთ შავამატებ, რაც ძალიან კავშირში არის ამ ისტორიასთან რა და ეს იქნება ცოტა მხატვრულად გადმოცემული, ოღონდ აი ხო, არ დამავიწყდეს, კაი ახლა კიდე რომ გამახსენდა. მაგას ჩავიწერ ეხლავე. ხო, აი ესე ვქმნი სცენარს მეგობრებო რა, იცოდეთ რომ სცენარი შექმნილია, მაგრამ ხან მობილური წამართვეს, ხან ის გამაჩერეს, ხან ეს ეკენეს, ხან ისქნეს და ვეღარ დავასრულე ეს სცენარი რა, მოკლედ. არა, დასრულებული არის, მაგრამ ფურცელზე ვეღარ გადმოვიტანე დროულად. ფურცელი, უფრო სწორედ პირიქით, ფურცლიდან დიგიტალური ვერ გავხად. ხო და კიდე რა ხდება ახლა ნახეთ ეს ფილმი ახლა რის უჭირდება ვთქვათ რაღაცა სცენები შევქმნა იმისათვის რომ ხალხი დავაინტერესო რა ამ ფილმის შექმნაში მარტო მე ძალიან ცოდო ვარ მეგობრებო აი მართლა ძალიან ცოდო ვარ იმიტომ რომ ეს იმხელა ისტორიული ისტორიის გაცოცხლებაა რომ არ ვიცი, მარტო თუ შევძლებ ამას გენიოსი ვიქნები რა და აი მაშინ მართლა ოსკარს მივცემ ჩემ თავს. არავისი ოსკარი არ ჭირდება, მე თვითონ მივცემ ჩემ თავს ოსკარს, მაგრამ არ შემიძლია ეს ფილმი მარტო რომ გავაცოცხლო. რაც შეეხება იმას, რომ მოტივირება ხალხის მიმართ ძალიან რთულია, რომ აი ჩავირთო, ახლა რა თქმა უნდა ჰონორარის გარეშე ვერავის ვერ ჩავთავ, იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ ყველას თავისი საქმე აქვს რა, დღესდღეობით და ესე მოცლილი აღარავინ არის, როგორც ადრე იყო. მოცლილები რო ვიყოთ, ხო, შეიძლება კიდე ვიღაცისთვის მეთხოვა, რომ აი მოდი ერთად ვიმუშაოთ ამ სცენარზე. მე ხო არავინ არ მიხდის ეხლა არაფერს, მაგრამ ეს ჩემი ინიციატივით კი არა და ეს არის ჩემი სურვილით არის გამოწვეული ალბათ რომ ეს ფილმი გადავიღო, ну ჩემი მისიის ნაწილია რა ეს ერთადერთი მე ესე ვთვლი რომ ჩემი მისიის ნაწილია. თუ ამ დედამიწაზე მე ცოცხალი ვარ ჯერ კიდევ იმისათვის რომ ეს ფილმი დავდო. და თუ ამ ფილმს ვერ დავდებ, მაშინ და თუ ამ ფილმზე ვერ ვიმუშავებ, ალბათ მაშინ აზრი არ აქვს ჩემს ცხოვრებას ამ ინკარნაციაში და აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, სხვისი ცხოვრების ნაწილი ნაკლებად იქნება. ეს საიდან თუ
არ გამოჩნდა კიდევ ვინმე ერთი დარტყმული ჩემნაირი. აი ხო კიდე გვირაბში შევდივარ და გაითიშება. არ გაითიშება? აი, არ გაითიშება. ხო და რას ვფიქრობ ახლა მე იცით? ვფიქრობ ესეთ რამეს. დეტალური სცენების დახასიათება, აი მაგალითად როგორიც არის set დიზაინი, ხო? set დიზაინზე სერიოზული სამუშაოა. აი set დიზაინერები, მე პირადად set დიზაინერს ვიცნობ, მაგრამ როგორც გითხარით რა, ამ set დიზაინერს თავისი საქმე აქვს და დაკავებულია და როგორც მაშინ დამეხმარა, ისე ახლა ვეღარ დამეხმარება უსასყიდლოდ, მაგრამ თუ ვინმე set დიზაინერი გამოჩნდით და გინდათ ამ ფილმზე მუშაობა, ეხლა ყველა შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სცენარს ნახავთ, ხო? სცენარის მიხედვით თქვენ კიდევ დაიწყებთ სხვანაირ ფიქრს თუ იმ დროში რა, ძალიან ვთქვია რა, აი ეს საკითხები უკვე მე ძალიან მერთულება. set დიზაინი, დიზაინი, ჩაცმულობების კოსტუმ დიზაინი, ხო? კოსტუმის დიზაინერები ძალიან რთულად უნდა ძალიან რთულად მოიძიებიან დღესდღეობით. ეხლა ის დავითზე რო გადაიღეს ფილმი დავით აღმაშენებელზე ძალიან რა პატარა სცენები ვნახე და აი არ ვიცი რა ღმერთო ეგეთ ფილმს არ გადავიღებდი მე. ხილად მარინოს, ხილად. ეგეთ ფილმს მე არ გადავიღებდი. რაც შეეხება მსახიობების კასტინგს, ამას ხომ საერთოდ დარწმუნებული იყავით, ჩემს ფილმში არც ერთი გამოჩენილი მსახიობი არ იქნება და არც ერთი გამოჩენილი პირი არ ითამაშებს. არ ითამაშებენ ძალიან სერიოზული ხალხი, ოღონდ სხვანაირად სერიოზული. რაც შეეხება იმას, რომ დაფინანსება საიდან მიიღებ, ეგ ღმერთის საკითხია უკვე თუ ღმერთმა დამავალა მაგასაც მოაგვარებს. არ ვიცი, დავიღალე ამ ფილმს. მე დავიღალე, წუწუნებ ახლა, მიყვარს წუწუნი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა ძალიან დავიღალე, უკვე მე რამდენი წელი ამ სცენარმა twin წამიყო და გამიგუღა. ხო და აქედან გამომდინარე, ალბათ ეს რაღაცნაირად ეს საზოგადოებაში ვუშვებ ამ ჩემს მდგომარეობას, რომ იქნებ ვინმე გამოჩნდეს, რომ წამეხმაროს ამ საკითხში. აი თუნდაც მაგალითად ისტორიკოსი, რომელიც წამეხმარება რაღაცეებში რა, დეტალურ რაღაცეებს შემოიტანს, იქ შენიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მართლა მაგის ნერვი არ მქონდა, რომ ყველა სახელი და გვარი დამემახსოვრებინა ზებიათ. ხო, ანუ თავარი პუნქტი ამ ფილმში არის თამარის შინაგანი მდგომარეობა. ამიტომ დაერქვა ოქროს ხანის დედა. თამარი როგორც დედა, რა, ანუ თამარი როგორც ქალი და არა როგორც მეფე. ესმით? და აი თამარი როგორც ქალი მაგროლში, როგორ არის ჭრილში. აი მაგას ესმევა ხაზი ამ ფილმში. ეხლა რა არის მისი ჭრილი, ხო? მისი პირადი, მისი ბავშვობიდან დაწყებული, აი თუნდაც ლაიტმოტივად რა, აი ნახე როგორ ამია პირდაპირ გეტყვით რა, ნახე ხურძნის წიწვა, ხო? ხურკას რა ქვია, ხურძნის წიწა რო აიღო და ჩადო მიწაში. ხურძნის წიწა ჯერ უნდა დალპეს, ამოვიდეს, მოისხას ხურძენი, ანუ ნაყოფი, შემდეგ ეს ნაყოფი უნდა მოკრიფო და დაჭკლიდო მაგრად რა. და რომ მაგრად დაჭკლიდო, მე ჩაყარო ისეთ რაღაცაში, რომ დაძმარდეს, კერდაძმარდეს, დახვინდეს. და აი სწორედ ეს პროცესი, ხო, რომელიც იქნება ამ ფილმის მთავარ ხაზად აღებული, აი წარმოიდგინეთ, რომ თამარი არის ეს ნაყოფი, ანუ ხურძენი. და
არის მის ცხოვრებაში ის, რომ გაიფუჭნება, გალამაზდება, ლამაზნაყოფს გამოვლეჯენ და მაგრად დანაყავენ და დაჭყლეტენ და ჩააგდებენ სადღაც. ეხლა ვინაკეთებს ამას, ხო? შემოქმედი. ჩააგდებენ სადღაც, სადაც უნდა დაღვინდეს. და შემდეგ აიღებენ და დაალევენ ამ ღვინოს. აი, წარმოიდგინეთ, რომ თამარი არის ყურძენი, რომელიც ამ პროცესს გადის თავის ცხოვრებაში. და ეს ცხოვრების პროცესი არის მისთვის ძალიან მძიმე. საბოლოო ჯამში ისიც ვიცით, რომ ბევრი რამე არ იცით, მაგრამ ბევრი რამე ვიცი და ამიტომ არ შემიძლია, მოკლედ ამ სცენარზე მუშაობა ძალიან რთულია რა, ემოციურად რთულია. ყველაფერის თქმაც არ მინდა, იმიტომ რომ წინასწარ ნათქვამი მერე ფილმი ხურებად არ ღირს, ხო? აქედან გამომდინარე, ბევრი რაღაც კი გაგანდეთ, მაგრამ ის რაც ჯერ არ გამინდვია, ხო? აი ის რაც მნიშვნელოვანია და ძალიან რთული თამარის ცხოვრებაში, ის ჯერ არ გამინდვია თქვენთვის. ხო და აქედან გამომდინარე, ჩემო კარგებო, გავჩიქნა ვინმე გამოჩნდეს, ვინც დამეხმარება ამ საკითხში რა. დახვეწაში, სცენარის დახვეწაში. არის სცენარი, მაგრამ მე არ მიყვარს ესეთი ფილმები, სადაც გაუთვალისწინებელი რაღაცეები არის ხოლმე გამოპარული. იქ რაღაც ბანძური ჩასაცმელები არ მიყვარს. საერთოდ მიჩემი არ გადავიღო ფილმი, ვიდრე ესეთი რაღაც გადავიღო. ამიტომ ჭირდება ჯგუფი. არა ისეთი ჯგუფი, რომელიც ფულზე არის ორიენტირებული, არამედ ჯგუფი, რომელიც მართლა ენთუზიაზმით არის განწყობილი აი ამ სცენარის მიმართ, ხო? ამ სცენარის მიმართ. თუმცა ეხლა შეიძლება ვერც გაიგოს რაში დამეხმაროს, მაგრამ აი მარტო ლაპარაკში, ხო, მარტო ერთმანეთთან საუბარში მე რომ მოგიყვები ამ სცენარს, შევიკითხებს დამისვა, მე რომ ვიფიქრებ ამ კითხვებზე, აი ესე ვითარდება სცენარი, გესმით? მარტო ამაზე საუბარი, აი სასაუბროდ რომ შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ. მე მოგიყვებით სცენარს, თქვენ დამისვავთ კითხვებს. აი ეს არის დახმარება, მეტი არაფერი თქვენგან. ხო. ეხლა რაც შეეხება ის, რომ არსებობს ესეთი მომენტი, რომ ისტორიული მომენტებიდან, ან ისტორიული საკითხებიდან, თამარის ცხოვრებიდან ბევრი რამე არც გასაიდუმლოებული იყო და არც არავინ არ იცოდა. არც იმჟამინდელმა ისტორიკოსებმა და არც იმჟამინდელმა ჟამთაღწერლებმა. აქედან გამომდინარე, ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ დაწერილა, ხო, ახლა დაიწერება, ახლა იწერება. და შეიძლება სხვადასხვა კატეგორიის ფენაში გამოიწვიოს ძალიან დიდი კრიტიკაც, მაგრამ მე ამის არ მეშინია. ანუ მართლა არ მეშინია, იმიტომ რომ ეს არის ღვთისნება. რასაც მკარნახობენ ზეციდან, იმას უწევ. მე როგორ შევიგრძნობ, იმას უწევ, გესმით? და ეს იქნება აბსოლუტურად რეჟისორის მიერ აღქმული თამარ მეფის ცხოვრება. და ნუ როდის ახლა გაუჩნდება ის ეჭვი, რომ აი როგორ რაღაც შეგვირწნა თამარი თუ რაღაც დებილობებს რომ დაიწყებენ ხოლმე. ხო და ასე რომ გავიგოთ ერთად, გავიაროთ ერთად ეს ფილმი. მომწერეთ, თქვენ რას ფიქრობთ? ხანდახან გონია ხოლმე, რომ ვერ შევძლებ, აი მართლა დავნებდები ხოლმე რა და დავაგდებ ყველაფერს, აღარ მინდა. ახლა ჩემს ბრძოლებს გიყვებით. აღარ მინდა, არ შემიძლია. მერე ისე მოვასცენა,
მე ისევ მომეცემა ეს ენთუზიაზმი, მე ისევ დავწერ, მომეცემა ეს ძალა. გუშინ მაგალითად აი სცენა რომელიც გაგარდეთ ხო? მე მგონი გუშინ დავწერე თუ გუშინი. თამარის სცენა როცა გაიგებს ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალებას. ისეთ სულად ვიყავი, აი მართლა გეუბნები, თავი მткиოდა უკვე. ამ სცენარზე ფიქრობ, მაგრამ ეს სცენა მოდიოდა და მოდიოდა, გესმით? აი როგორ იყო, იცი, ამის იგნორი არ შეიძლება, ვერ დავაიგნორე. იმდენად მე დავიძაბე ამ წერაში, რომ თავი ამტკივდა და 1 საათი თავი მткиოდა. მე მწლის დავწმარდი. აი ესეთ რაღაცა, ესეთ პროცესს გავდივარ ამ სცენარის წერის დროს და აი ძალიან მიჭირს რა. მართლა გეუბნები, აი ემოციურად ვარ ხოლმე ისე რომ მართლა განვიცდი ამ ყველაფერს და ბოლოს ვფიქრობ ხოლმე აი მართლა რეჟისორმა მართლა უნდა განიცადოს ეს ყველაფერი რომ კარგი ფილმი გამოვიდეს, გესმით? ზაური წერს ხალხო ვისაც წინათ ბრძოლა გააქვთ განვითარებული მესამე თვალი ახელილი ან რა ვიცი რაღაც არა ბუნებრივი პირადში მომწერეთ, მაგრამ წინადადებას თავაზობ თქვენგან მხოლოდ სწორი ინფოა საჭირო, დანარჩენი მე ვიცი. ვერ გავიგე ზაურ რა ხალხს აგროვებ თუ რა ხდება, ვერ გავიგე. აქედან გამომდინარე ჩემო კარგებო, შენ მე მისვენ თუ ხალხს აგროვებ ჩემს გვერდზე, ზაურ, რა ხდება? მარინოს წინ მეშინია ეგრე იქ რო იხურები, თან რაღაცა წერ და მეც არ ვიყურები წინ. გესმით შემიხვა? ხორაჭველივით მომივიდა ეხლა. იქნება არ გესმით. გელოდებით თქვენს კომენტარებს ველოდები, რას ფიქრობთ ამ სცენართან დაკავშირებით. ეხლა რამდენიმე სცენა ჩავგიგდეთ. როგორ ხედავთ ამ ფილმს? თქვენ რას გრძნობთ? გამოგვივა ეს ფილმი? გადავიღებთ? მე არ ვიცი, მე ძალიან ვებრძვი ამ საკითხს, ანუ ხან კი ხან არას ვფიქრობ, ხან კი ხან არას, ხან ხანში ვარ, ხან ხარში ვარ, ხან ხარში